მოგესალმებით, წარმოგიდგენთ 2-7 ამოცანის გარჩევას თოფურიას გეომეტრიის წიგნიდან. იპოვე კუთხე, რომელიც თავისი მოსაზღვრე კუთხის 3/7-ს უდრის. ესე იგი, პირველ რიგში გავიხსენოთ, თუ რომელი კუთხეებია მოსაზღვრე კუთხეები, მოდი პატარა ნახაზსაც გავაკეთებ. და ვთქვათ, ესე იგი, მოსაზღვრე კუთხეები, რომლებსაც აქვთ საერთო გვერდი და ჯამში ქმნიან გაშლილ კუთხეს, ანუ 180 გრადუსიან კუთხეს. წინა ვიდეოშიც გაგახსენეთ მე ეს თუ უყურეთ. და აი ასეთი კუთხეებია, მაგალითად ეს კუთხეები. ერთი კუთხე აღნიშნოთ x-ით, მეორე იქნება მისი 3/7 ნაწილი. 3/7 x-ი, ოღონდ არ დაგვაუწყეს, რომ x რასაც ვიპოვით, ეს იქნება საძიებელი კუთხე. ჩვენ გთხოვენ იმ კუთხის პოვნას, რომელიც თავისი მოსაზღვრე კუთხის 3/7, ანუ უფრო პატარა კუთხე. ჯამში, რა თქმა უნდა, 180 გრადუსია, ამიტომ განტოლება ასეთ სახეს მიიღებს, x + 3/7 x უდრის 180 გრადუსს. ანუ 1x რომ მივუმატოთ 3/7 x-ი, გამოვიდა 180, 1/3/7 x-ი 180 გრადუსია. რომ გადავაქციოთ არაწესიერად, გამოდის 7 + 3 10/7 x-ი 180 გრადუსი. შემდეგ x-ი არის რა თქმა უნდა უცნობი თანამამრავლი და ეს უდრის ნამრავლი გაყოფილი ცნობილ თანამამრავლზე, ანუ 180 გავყოთ 10/7-ზე. პირდაპირ დაწერილი მაქვს გამრავლება, მაგრამ მოდი ახლა შეგვიძლია ჩავასწოროთ. ეს იგივეა, რომ გავამრავლოთ შებრუნებულზე, ხომ? ანუ 180 გრადუსი რომ გავამრავლოთ 7/10-ზე. 10 და 180 იკვეცება, ნულები შორდება, მივიღებთ 18/7. 18/7 არის 126 გრადუსი. ანუ დიდი კუთხე არის 126 გრადუსი, მაგრამ ჩვენ გთხოვენ ვიპოვოთ კუთხე, რომელიც თავისი მოსაზღვრე კუთხის 3/7, ანუ 180 უნდა გამოვაკოთ ეს 126 გრადუსიანი კუთხე და მივიღოთ 54 გრადუსი. მოდი მაინც გადავამოწმოთ, არის თუ არა 54 126-ის 3/7 ნაწილი. ამისათვის 126 უნდა გავამრავლოთ 3/7-ზე. 126-ზე გავყოთ არის 18. 18/3 კი 54. სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის.